მე YouTube-ზე დავბრუნდი. ამ სიტყვები მაშინ როცა მომზადებას ისევ გავაგრძელებ და დავიწყებ ისევ ხშირად ფიტნეს კონტენტის ატვირთვას ჩემს არხზე. ახლა დღეს ვემზადები იმისთვის, რომ კახეთში წავიდეთ სავარჯიშოდ. ჩემი მოსწავლე გიგო მიმყავს, ასე სპონტანურად გადავწყვიტე ვიდეოს გადაღება და YouTube-ზე დადება და მის შეჯიბრის ვიდეოსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. ახლა კი წავედით გურჯაანში. დღეს რა დღეა? დღეს არ არის შაბათი, დღეს არის პარასკევი. დღეს პარასკევია და გურჯაანში მივდივართ რუსთავიდან ბიოჰაკერთან. მე გიგო და ტაისონი. იმით მე რა ქვია, ტიდათი ხო? ხო. ტიდათი მივდივართ გურჯაანში. ჰალო. Tengo calderón. Aunque digan que soy un bandolero donde voy, le doy gracias a Dios. Bomboclad! Aunque digan que soy un bandolero donde voy, le doy gracias a Dios. სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, მასე მიმაქვები მისამებრად ჩემ არხებზე. მოკლედ როგორი სასტაევოდი ის ვარიანტს ვაპირებ დღეს, ესე იგი. ბიჭები არიან ჩემთან სტუმრად, მადლობა ჩამოსვლისთვის და საერთოდ მე ლიჩნად ბოლო გამოდის უკვე 9 წელი ვარჯიშობ კროსფიტზე, ხო ვიცით რა და. კროსფიტი არის უთულესი სპორტი. საერთოდ ცხოვრება საერთოდ მამაკაცი ზუსტად აი რაღაცა გარკვეული სირთულების და ესეთი რაღაცა რთული გზის გავლის შინაარსი არიან. რაც სირთულებს რაღაც ადამიანი გადის, უფრო მით უკეთესი არის რა. და ფაქტიურად რასაც დღეს გავაკეთებთ, მე მგონი საქართველოში არავის არ უცდი ეს ვარიანტი. ანუ ჯერ ახსნი როგორ ნიუანს რომ რაღაც გაიდლაინებს თუ წავიკითხავთ თქვა, სადაც არის თქვა რაღაცა ჯანმრთელობაზე თქვა მევა საუბარი მამაკაცის თქვა აი პროსტატა და რაღაცეები. ვარჯიში ხასიარული და რაღაცა გზად კიდე არის ყოველთვის ხომ იქ მითითებული რომ ცუდი არ იქნება რომ კვირაში ერთხელ მაინც ნორმალურად ფეხები გააკეთოთ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს მეუქცევა აქ მონოკვეთში მიდის. კაია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ხშირად ასაც ხედავ ხოლმე მე ლიჩნად, აი რომ გადმოიგებენ შტანგას კაროჩი, აი ეს 200 კილოს და თან ეს მაკაცი ეხმარება აქედან კაროჩე, მინტები რაღაცები ახოვია და აი ეს ჩადის და დადებს და გონია რაღაცა არის. ნუ კაროჩე აი ისეთ ინფლაცია მოხდა ბოლო წლებში ფაქტიურად აი წონებში, ხალხი 300-ებს, 400-ებს, 500-ებს უჯდება, ვაფშე აღარავის აღარ აინტერესებს, ვინ რას გარეგურა გააკეთებ და ატყუებთ მაგით თქვენ თავს ფაქტიურად. ლარზე მეტად წონები გაუფასურდა რა. გაუფასურდა ფაქტიურად წონების ვარიანტი და ისეთ ვარიანტს ვიზავთ დღეს რომ აი იქნება ძალიან რთული ვარიანტი რაპონში. Mobility აქვს საჭირო ძალიან მაგარია. ჩვენ ჩავალთ მაქსიმალური დაბლა და გავაკეთებთ პაუზას მინიმუმი 8-10 წამი და მე შესაბამისად ავდგებით რა და რა ვის რა გამოგვივა შევხედავთ ეს კაცი ფაქტიურად ეხა შეჯიბზე მზადება ამას ძალიან არ გავიმეტებთ
მე და დავითე რაღაცა სიტუაციის მაგის მოსმენა ვითოთ. ჯობია და მე და დავითო ცდით, რა ვიცი, 150, 160, 170. ცდით და როგორ წავვნახოთ და მე ბოლოში იქნება გასეირება ჯოჯოხეთში 120 ბაიქს გავაკეთებ კიდე 50 კალორიას სულ ყველა. გიგოშეთის თავის ჩემი პირველი და ბოლო ერთა იგივე. ზოგადად აი კაი ფეხი არ მაქვს ძლიერი, მაგრამ ზოგადად თვითონ ჩაჯდომას ისეთ არაკომფორტული მოძრაობა არის ჩემთვის. ბაზარი არ არის. რაღაცა იქნება. ой, კაი, ნორმალურია. რას ამბეს ჩეჩი მჯერა რომ ერთი 115 120 მე ვეჭველი მჯერა. 61. ზურგი ძლიერი. შევრი არ გიმის მა. ეგ არის, კაი. სო. რეკორდებით მე გვაქვს ჩემი პიარი გაკეთო. სამი 4 ცალი გააკეთებ, რომ ოღონდ პაუზებით გააკეთე უკვე ნენელა. დავაი, დავით ნორმალური პოს, თავი ცოტა. დავაი, ადე, კაი ბიჭი ხარ. ვაიმე. ეს დათუნა არის მე მგონი ლიადერი. აქ. დათუნა არის ჰიბრიდული ათლეტი. ელა დავით იგარი ხარ? ეგ არის. და მე ვეჭველი სამხლებს მე მგონი ვწდი. წამოდათვი. დათვი მოგცე კაი კამარი. ახ ჩემი. ჯორთული აი. კაია დათუნი. დავით უიჭველი პაუზა შეაპარეს მა ერთი მაინც ან ორი რო ხდებოდი რას ვაკეთებთ მე. დავაი. ადე. ჯიგარი ხარ. ეგ არის დადეს მა. გიგო ახლა კამერის უკან დგას და ქმუტავს ესე უნდა გაკეთება. ელოდება ერთი სული აქ როდის მოვა რომ ასეთი სიღრმემის ეს ჩაჯდომას და გააკეთოს რო ხედავს, მაგრამ ახლა მოწენა მოუწევს ცოტა ხანი, ახლა შევარდი მე გიგივით. Oh yes. დავაი. დავით პაუზით უკვე ძმა. ჩაპაუზდი. ადე. ერთი ცალიც. დადე. ნელა. უყურე დავით. დათუნი, უყურე ძმა. აი აქ ნუ გამოდიხარ, აქ არის ეს ჩემი აკურატაცების ნაკეთები. აი მიახლოებით აი აქ დადეკი ხომე ძმა. კაი? აი აქ რო იქ უკანის არის. გიგო აზეთილი ემზადება შესასვლელად. მას ზეთი უკვე უსვია. გადასმული აქ ბეჭებზე. ისეთი მუსიკა უკრავს კაროჩე, რომ აი შეუძლებელია просто ვერ ადგე რა. დავაი. გიგო ზეთი აქ ბეჭებზე გადასმული და შედის უკვე მისვლის გასაკეთებლად. იმედია აზეთილ გიგოს შტანგა არა უცრიალდება. და სრულყოფილად შეასრულებს მოძრაობას. გიგო უცბად ზურგი გაშალე უკნიდან. დავაი. ზურგი გაშალე უკნიდან.
შეიჭმევა აუზის ჩაჯდომისთვის და ახლა შეეცდება რომ განახორციელოს ეს ჩაჯდომა და გაფიქსიროს დადებითი რეზულტატი. დავაიგნიე! წამეპინელა გადის, მაგრამ ბიოჰაკერი მოთხოვებით ზის ელოდება რომ ამოკრას და ოი! კიდევ ცადო. კიდევ Challenge, bichemi. Biohacker Squad Challenge. Pause for 8 to 10 seconds. სამკაც უიჭვილა მოვიჩო, სამი შეიძლება 4. პროსტა სადეთ თვის ბოლომდე მოკლედ. აპრილის ბოლომდე challenge მიიღეთ მონაწილეობა. ბიოქაოში მე ჩავდებ დავდებ ჩემს დღევანდელ იმას და ქვეშ კომენტარებში ჩაყარეთ თქვენი ვიდეოები. მნიშვნელობა რა აქვს, რავი, აი რასაც ციცადეთ უბრალოდ მე შესაბამისად მე ლიჩნად ან რენდომული ვარიანტი თან თქვა მე ყველაზე კაი ვარიანტს 3-4 კაც ამოვარჩევ და გავათამაშებ რას. Pre-workout გავათამაშებ რაც რაბოჩი არის. ტესტოსტერონის სუვიძახი რომ კომომიდი არაბოჩი, კომის გავათამაშებ გოიჭველი, MK-საც გავათამაშებთ. რადგან ფაქტიურად ბიოჰაკინგის თემაში და რაღაც ვარიანტებში სოყოებიც ახლოა ჩემთან, სოყოებსაც გავათამაშებ და შეიძლება даже თუ პონტი კარგად გამისწორდა და მომეწონა რომ ბევრი შა გააქტიურდება, მეცაც გავაჩუქებ. ანუ პროსტა ჩელენჯში მიიღეთ მონაწილეობა. უნდა იყოს გამომწერები ბიოქაოსის, იქ ქვეშნა და თუ უჭველი ვიდეო თვის ბოლოს. გავწოდას არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო, ვინც გააკეთებთ, რენდომად ამოირჩევა ტექნიკას რეაქციად ყურადღება და დროს. ბიჭო, ეროვნული პონტი გამარჯვებული ვინ იქნება კაროჩე რა? ეხლა შევხედავ ხა თუ რაღაცა ბიჭია გამختارი 70 კილო და ჩადის კაროჩე ჯიგრულად, კაი პაუზით, კაი სიგნით 150 კილოს არა? 20 წელი სპორტში ვარ ხა მე ხო ვიცი რა, ანუ მოხდება ყველაფერი სამართლიანი და ჯიგრულად შეჭი რა და ვის ბეს ის არის რომ მაინც ახლა ჩემი პირველი მიზანი სოციალურ ქსელებში ის იყო რომ მაქსიმალურად ცოდნა შემოვიტანო ხალხში და გზად ცოდნა სპორტში, იმიტომ რომ სპორტი აქტიურობა ეს არის მინდა რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ ეს კონც ყველა იყვნენ ჯანზე რა და მონაწილეობა პროსტა მიიღეთ და ნახოთ როგორ იქნება თუ 4-ს უიჭველი საჩუქარს გავაჩუქებ. შეიძლება რა მეტიც რა. ნახოთ. თან ივარჩებ თან საჩუქარსაც მე დაიწყავთ. შედეგი ფეხზე სადაც ყველა. ფეხების ძალას გამოსვლით. ნამდვილი ფეხების ძალას ეგ არის ფაქტიურად რა. ოპა. აი მე არა ბეცი ჯობია თუ არა ჯობია ბეცია. არა ტრენი ჯობია ტრენი შეჭი. კიო. გაიღვიძე, ასაუთ ბაიკი გავაკეთოთ, ბეცი ადავლიოთ. აი მე დავწყეთ. კაროჩე როგორ თემას ვიწყებთ ესე იგი. სასტავი. ვერ მოусვენი ატეხილია და მე ვფიქრობ რომ ჯობია რომ ეს კაცი შეუშვათ პირველი რა. ჯობია. ასაუთ ბაიკს გავაკეთებთ დროში 40 კალორიას, რავი. წუთი არ უნდა ცვეჩი. ჯდებით, ვაფიქსირებთ დროს კაროჩე და უბერავთ. მე რეიზავს გიგო, მე რეიზავს რა ვიცი, ადმინი მაესტრო, რავი, კაროჩე, ბიოჰაკერი, დავიწყებ, უკვე არ უნდა გაჩერდე რა. უნდა let's ride, უნდა შეუბერო რა. აკავლებ ხელებს, იქა და კაროჩე წავიდე გუგუნი. ან ესე უნდა იჭრებ და ხშირად მოგარტყა სიდაყი. დავაი. გალიდან გამოვარდილი ლომივით უნდა დავიწყო ახლა. დავაი, აბა. მოვადო კიდე? რავი, მიდი თუ გიშ გააჩრო. ოთხმეტი არის. დავაი. ნახევარი გზა აქვს. დათუნას, დავაი 22 არის. არა ჩერდები. დავაი, უკაცრავი. დავაი 30 არის. 32. დავაი, ებწვი. 35. დავაი, როგორც 39-ს დაინახავ, შეგიძლია ნელინა გაიგო. ცოტა. კაი, გადავი. ოხ, ჩემი. 54.
რა გიტონდა? დავაი, წამო. ისუთკე. უზეო. ამოსუთკე. აი მაქსიმალურად ჩაერთე, კაროჩი. დავაი. დავაი, უნდა აიბინა. აი უნდა მაქსიმალურად ჩაერთე. იმენა ეს არის ძალისმიერ სპრინტი უნდა, დავაი. დავაი, დაიკოკა. დავაი, let's go. ოპა. აი ბიჭი ხარ 12 არის. აი ბიჭი ხარ. დავაი. 27, 28, დავაი. რაღაცა დარჩა, დავაი. იზი არის, დავაი, გრუპად 5-6 კალორია დარჩა. დავაი, ებრძოლე, აი არ გაჩერდი, ვერ გადავა. ცოტა, ეგ არის. აი ბიჭი ხარ, 44 რა. ეგ არის, ჩამო, ამოისუნ, 44 იყო რა. აჰა, დაიჭი. ჩემი რიგია? ამოისუნ. დავაი გიო! დავიდო! დავაი, ბოლომდე! დავაი! დაფიქსირე. 18 შე. იგა მოვია. დავაი, დიაბაშენ წადე. CrossFit-ზე სუდი არ თქვას მეტი არავინ, რომ რაღაცა გეი სპორტი და რაღაცა არისო ჩემი. გააკეთოს CrossFit-ის ვარჩები, ყველამ და მე თქვან რამე მოვიდი ჩემი. რა გინდა ხო გეუბნებოდი 3-4 წუთის წინ არ გვინდა. ხო ვიცოდი. მოყვები როგორ რაღაცას ფაქტიურად. ეს სპეციალურად გონი დიეტაზე რო არის, მაგიტო გააკეთა ეს რომ მე ზეფირი ეჭამა. ყველას კაროჩი ახლა ყავთ და ყველას ყველას ყავს ახლა კაროჩის ბაკაცი რა, რომელიც ბუქიეს ბაკაცები რო ქვია. აი ბიჭო დედას ვტირებ, აი იმას უზო კაროჩი და მოვიდეთ ხე ჩემთაც ბაკაცი აქ მაგარჯანზია 1-280 ბუქნი აქვს. რავი კაროჩი დვიჟენიები და ვაკეთებ აქ ინტერვალებს. და მასე ჩავერთი გავაკეთე 40 კალორია კაროჩი და გადმოვედი და აი ვიბრეზები შეგიყო თავიდან დასაწყისში კაროჩი CrossFit-ის რა და დამცინა კაროჩი ირონიულად რომ ბიჭო რა იყო რა მოგდისო და მეთქი მოდია შენ აი მაშინ წოცი მეთქი რა და დაჯექი მეთქი და დაშდა კაროჩი და როგორც ერთი 20-22-ზე მივიდა და ოიმე მეთქი აღარადგე ბიჭო არ დგომა არასტორია იონი სიო ბლად 40 აკეთებ კაროჩი ხო თქვი და 33 ესე და მებრიდება ხო უყურებ კაროჩი ვაი ლუჯი შავში გახდა კაროჩი ძახი შემოთავ მოდი შეეშვი რო გადავარდეს ახლა ეგ სამსაცოფო მოვა გაზრება სული მსრუკავენ და 37-წიანი სული და მეთქი გაუძე და ამის და გადმოხდა ეგ და აი და ვაიმე ფეხები ვაიმეო კაროჩი მე და მებრიდებოდა და მოხდა ერთხელ როგორი ბაზარი მოვიდა მეორე ტიპი პროსტო ვცდიო 30-ო 25-26-ზე მივიდა რაღაც ვერავარ ეგ მუცელი მტკივაო და ვაიმეო და კარებიო გადავიდა და ხევში გადაასწრაფე სხვა დროს ფაქტით ეგ სიტუაცია ნოჰაკერმა დაგხოცა ორჯერ ნაკლებ დროს შეასრულა 22 წლის არის ეს ბიჭი 24-ის თქვა გიგომ 35 წლის კაცი ვარ მე სპორტში აღარ ვარ სიო ეხა მივიდეთი კომპიუტერი გავხსნა ბოტანიკი ორ რაღაც წავიკითხო ახალი ერთ სული ეგამაკა როჩე და ეს მაინც ეგ ის ოკენი რა რაღაც პირველ რიგში ვიტყვი როგორ რაღაცას რა ფაქტიურად ივარჯიშეთ იაქტიურეთ მამაკაცი საერთოდ ვიტყოდი რომ რაღაცა დონეზე ვალდებული იყოს ჯანზე იგი იმიტომ რომ ვაფშე საერთოდ წინა პოლტიდან იყო იმ პონჩი რომ კაცი იმიტომ ხარ კაცი პირველი პასუხისგებლობა უნდა გქონდეს რაღაცა შენი გარემოს თქვა შენი საახლობლოს რაღაცა კუთხის პასუხისგებლობის დაცვის და ეგ არის ფაქტიურად ჩვენი შინაარსი კაცის ამიტომ ფიზიკურად ჯანზე ყველა კაცი უნდა ვეცადოთ რომ ვიყოთ ეგ უნდა გვისწოდებოდეს გუჩ ერთ წუთი ბოდიში
X იმაში არიან ზა როლებში არიან შეჭილები რა. ისინი კაროჩე ჯანზე არიან, ჩვენ დავიხოცეთ აქ იმედა და ხე იმიტომ ბაზრობენ ესე რა და ისწავლეთ უფრო რა ვიცი, იკითხეთ სამედიცინო ლიტერატურა ნორმალურად და ნუ უჯერებთ მარტო იმას, ვისაც თქვათ, რავი, ბიცეფსი აქვს, რავი, აი ესეთი კონში 48 სანტიმეტრი. ცოტა ისეთ არის. შემოდით და ბიოქაოში და ჩელენჯში მიიღეთ მონაწილეობა. ჩელენჯში მიიღეთ რაღაცა საჩუქრებს დავარიგებ, როგორც თქვი ფაქტიურად რა. გიგო, შენ წარმატება ბრო, ორ თვეში ფაქტიურად გამოდის რა და დავით შენს მა რასაც უბერო, კაი კონტენტს აკეთებ, მაგარ საყვარელ კონტენტს აკეთებ, ჯიგროს სიამოვნებს მა და კაი ბიჭი ხარ, ორივე ჯიგრები ხართ, ჩამოხვედით და რა ვიცი, ფაქტიურად ყოლა იყავით ჯანზე რა. ყოლას დროებით ადიოს ვიზახი ხოლმე მე ყოველთვის რა, ადიოს რა. ადიოს. ადიოს ყველას.